ძვირფასო ვაზის უბნელებო და მერვე ლეგიონელებო 8 ოქტომბერს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მოგიწევთ. ჩვენ ვნახეთ, რომ არ გაამართლა შოუმენების მთავრობამ. ჩვენ ისიც ვნახეთ, რომ დიდი ფულის პატრონმა მთავრობამაც არ გაამართლა და სად არის ხსნა და სად არის ის, რაც ჩვენ გვინდა რომ მივაღწიოთ. შედეგი ჩვენი შვილების ბედნიერი ცხოვრებისა. ამის შედეგი უბრალო ხალხშია, იმ უბრალო ადამიანებში, საიდანაც ჩვენ თითოეული მათგანი მოვდივართ. ჩემს უკან ვაზის უბანია, ჩემს უკან იქით კიდევ მერვე ლეგიონის დასახლება. მე ზუსტად ვიცი, რომ თქვენ არჩევანს იმ ორ უკიდურესობას შორის არ გააკეთებთ, რაც დღეს რეალურად გვიდგას. არჩევანს გააკეთებთ იმ ახალს და გაუსროლ ძალას შორის, რომელსაც ამ შემთხვევაში ნომერი 26 ქვია. მე ჟურნალისტი ბესო ჩუბინიძე მხოლოდ იმას გვპირდებით, რომ გავაკეთებ იმას, რასაც აქამდე ვაკეთებდი. ვიბრძოლებ მხოლოდ თქვენთან ერთად. არც მობილურის ნომერს გამოცვლი, არც სახლს არ ავაპირებ ამ უბნიდან არსად გადასვლას. მე ვიქნები თქვენთან ერთად და თქვენთან ერთად შევძლებ იმ პრობლემების მოგვარებას, რაც აი აქ, ჩემს უკან დგომ, ჩემს ზურგს უკან მყოფ ვაზის უბანს აქვს. ის პრობლემები, რაც ჩვენს გვაქვს, თითოეულ მათგანს მეც მაქვს. ის პრობლემები, რასაც თქვენ განიცდით, მეც განვიცდი. ზუსტად მინდა ვიცოდე და ზუსტად მინდა იცოდეთ, რომ არჩევანი არის მხოლოდ ერთი, 8 ოქტომბერს. არჩევნების დღეს ნომერი 26 უნდა შემოხაზოთ მხოლოდ ერთი მიზნით, იმიტომ რომ აი ამ სუფთა ხელებით მოვდივარ 26 წლის განმავლობაში, 1988 წლიდან, მას შემდეგ, რაც მე პირველი ეროვნული მოძრაობის რიგებში ვიდექი, მერაბ კოსტავას და ზვიად გამსახურდიას გვერდით, მედროშის სტატუსით. გავიდა 26 წელი და მე გადავწყვიტე, რომ ციფრი 26, რომლის შემოხაზვასაც თქვენ ზუსტად ვიცი, რომ 8 ოქტომბრის არჩევნებში გააკეთებთ, იქნება სიმბოლური და დასაწყისი თქვენი და ჩვენი შვილების მომავლისთვის. დიახ, ჩვენი შვილების მომავლისთვის, მათთვის, ვისთვისაც აი ამდენი ხანი, აი ამ ხელებით, ზოგჯერ სისხლით, ზოგჯერ სიტყვით, ზოგჯერ ფულით ვცდილობთ, რომ ავაშენოთ მათი მომავალი, მაგრამ შედეგი სახეზე არ გვიდეს. ახლა კი დროა, თქვენ ვაზის უბანო და თქვენ მერვე ლეგიონელებო აჩვენეთ ის, რომ ხართ ყველაზე მაგრები და მიიღეთ სწორი გადაწყვეტილება. ჩემი ერთადერთი მოწოდება ეს იქნება. მე ჟურნალისტი ბესო ჩუბინიძე მოგიწოდებთ. 8 ოქტომბერს შემოხაზეთ ნომერი 26 და ამ სუფთა ხელებით და სუფთა წარსულით ავაშენოთ ქვეყანა და მისი შენება აი აქ ვაზის უბნიდან დავიწყოთ. გამომყევით.